მოგესალმებით კიდევ ერთხელ რადიო პალიტრის პირდაპირ ეთერს უბრუნდება, რა თქმა უნდა, გადაცემა მკურნალი და ვსაუბრობ ძალიან საინტერესო თემაზე. მე შევახსენებ ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს, რომ დღეს ვსაუბრობთ ისეთ აქტუალურ და ყველასთვის კარგად ნაცნობ პრობლემაზე, როგორიც არის გულძმარვა და გადაცემის პირველ ნაწილში ექიმ გასტროენტეროლოგთან ქალბატონ ნინო ბაჩიაშვილთან ერთად ვისაუბრეთ ჩვენ გულძმარვაზე, მის გამომწვევ მიზეზებზე და ასევე შევეხეთ მკურნალობის გზებსაც. გადაცემის მეორე ნაწილში კი, როგორც გითხარით, სტუმრად ჩვენთან იმყოფება ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს პროდუქციის მენეჯერი თამარ ნანობაშვილი და მინდა სწორედ ჩვენს მეორე სტუმართან გადავიდე კითხვით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით თამარ და ქალბატონმა ნინო მახსენა რეფლუქსისა და გულძმარვის სამკურნალო საშუალებები და ახლა უშუალოდ თქვენგან, როგორც კომპანიის პროდუქციის მენეჯერისგან, გვაინტერესებს თუ რას თავაზობს ფარმაცევტული კომპანია GM Pharma პაციენტებს და მომხმარებლებს ამ პრობლემების მოსაგვარებლად. მადლობა, მივესალმებით თქვენს მსმენელს. ქალბატონი ნინო ძალიან დეტალურად მოგვიყვა და აგვიხსნა რა არის გულძმარვა, რა არის რეფლუქსი, რა აწუხებთ, რა სიმპტომები აწუხებთ პაციენტებს ამ დროს და ასევე ძალიან ესე ვთქვათ ნიშანდობლივი იყო ორი მნიშვნელოვანი მომენტი. ერთი ეხებოდა ისეთ პაციენტებს, რომლებსაც სიმპტომურად ერთჯერადად ეპიზოდურად აღენიშნებათ გულძმარვის ჩივილი, ესე ვთქვათ და პაციენტები, სადაც ეს პრობლემა ხანგრძლივდება, სიხშირე და ხანგრძლივობა ამ პრობლემისა დიდია და ისინი საჭიროებენ სხვანაირ მიდგომებს, ხო? ფარმაცევტულ კომპანია GM Pharma-ს ორივე ტიპის პაციენტისთვის აქვს, ესე ვთქვათ, სამკურნალო საშუალება. პირველ შემთხვევაში, როცა ჩვენ ეპიზოდურ გულძმარვაზე ვსაუბრობთ და როცა აი რასაც ქალბატონი ნინო ეძახდა თვითმკურნალობას, როცა პაციენტს თავადაც შეუძლია სახში, ვთქვათ, ასეთი მსგავსი ეპიზოდების დროს შეიმსუბუქეს ეს სიმპტომი, ასეთ პრეპარატებს ეძახიან ანტაციდებს. ზოგადად ვახსენეთ პირველ ნაწილში გადაცემის, რომ გულძმარვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც გვაწუხებს ეს პრობლემა, აი ამ უკუამოდ ყორცნილი კუჭის შიგთავსის არის კუჭის შიგთავსის მჟავიანობა, მომატებული მჟავიანობა, იმიტომ რომ ვიცით, რომ ის შეიცავს მარილმჟავას. აი ანტაციდები არის სწორედ ისეთი მედიკამენტები, რომლებიც აი ამ მარილმჟავას ანეიტრალებენ და მათ განეიტრალებას უზრუნველყოფენ და შესაბამისად, თქვათ ეს ჩივილები იმსუბუქდება და ამ კუჭიდან ამოტყორცნილ განეიტრალებულ, ასე თქვათ, კუჭის შიგთავს უკვე აღარ აქვს ისეთი აგრესიული მოქმედება იგივე საყლაპავის ლორწოვანზე, ხო? აი ასეთი ანტაციდებიდან GM Pharma-ს წარმოდგენილი აქვს ფოსფაჯი, ესეთი მედიკამენტი, რომელიც დღეს ჩვენ სტუდიაშიც არის. ეს არის პროდუქტი, რომელიც სხვადასხვა ძალიან ნაცნობი არის ჩვენი მომხმარებლისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა ამ ეთერით ბევრი თქვენი მსმენელი გაბედნიერდება, იმიტომ რომ ეს იყო პრეპარატი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო ხელმისაწვდომი საფთიაქო ქსელებში, მაგრამ რამდენიმე კვირა ის უკვე გაჩნდა ისევ საფთიაქო თაროებზე. ეს არის პრეპარატი, როგორც ვთქვით, ანტაციდი, ფოსფაჯი, რომელიც ძალიან მარტივი და მოსახერხებელი გამოშვების ფორმა, ეს არის ერთჯერადი საშეტების სახით, რომელშიც უკვე მზა სუსპენზია მოთავსებული, არანაირი სხვა სითხეში განზავება მას არ ჭირდება, პირდაპირ ამ ფოლგის საშეტს თავს მოახევს, ესე ვთქვათ, მომხმარებელი პაციენტი და პირდაპირ საშეტიდანვე შეუძლია, რომ ეს სუსპენზიის ერთჯერადი დოზა რაც არის მიიღოს. ერთჯერადი დოზირებული საშეტები ძალიან მოსახერხებელი ფორმაა ფოსფაჯის შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან რა პრობლემისთვის გვჭირდება, იმიტომ რომ რეფლუქსი არ ვიცით როდის გაგუჩნდება, ხო? ანუ ეს ისეთი პრეპარატია, რომელიც ისეთ პრობლემას, ასე ვთქვათ, გვარებთ ამ პრეპარატით, რომელიც შესაძლოა დღის ნებისმიერ მონაკვეთში კვებასთან დაკავშირებით ან კვებისგან დამოუკიდებლადაც გამოჩნდეს და როცა ჩანთაში მუდმივად გაქვს რამოდენიმე საშეტი ამ ფოსფაჯის, უკვე აღარ გეშინია ამ პრობლემის ნამდვილად ასია. თუმცა, რაც შეეხება პაციენტების მეორე კატეგორიას, რომელზეც ქალბატონი ნინო საუბრობდა და ამბობდა, რომ აქ უკვე საჭირო არის, ესე ვთქვათ, უფრო სიღრმისეული მიდგომები თუ რეფლუქსი კვირაში 3-ჯერ და უფრო ხშირად გვხდება და ეს პერიოდი თვეზე მეტია უკვე გრძელდება, რა თქმა უნდა, აქ უკვე ვსაუბრობთ სხვა ტიპის ჩარევაზე. აქ მხოლოდ ანტაციდები, როგორც წესი, საკმარისი აღარ არის, ხოლმე დამეთანხმება ქალბატონი ნინო და აქ უკვე საჭირო არის არა მხოლოდ არსებული მარილმჟავას განეიტრალება, არამედ ისეთი მედიკამენტების ჩართვა, რომელიც უშუალოდ მარილმჟავას წარმოქმნაზე იმოქმედებენ და შეამცირებენ მარილმჟავას წარმოქმნას. და სწორედ ასეთი მედიკამენტების ერთი დიდი ჯგუფი გახლავთ, რომელსაც ფარმაკოლოგიაში პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს ვეძახით, ესე ვთქვათ, რომლებიც ანტაციდებისგან განსხვავებით აი სწორედ ამას აკეთებენ. ანტაციდით უკვე წარმოქმნილ მჟავას ანეიტრალებს, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ამ მჟავას წარმოქმნას
ბლოკავენ ესე ვთქვათ და უშლიან ხელს და აქედან გამომდინარე მათ აქვთ უფრო სამკურნალო ეფექტი, უფრო ხანგრძლივ თერაპიაში გამოსაყენებელია, თუმცა ეს არ გამორიცხავს მაგალითად პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის და ანტაციდის ერთდროულ დანიშვნასაც, იმიტომ რომ სიმპტომურად ანტაციდს კი ბატონო რა თქმა უნდა. როგორ არის ხშირად, როცა მოგვართავენ, თქვა შეწუხდა პაციენტი და გარკვეული ჩივილები არსებობს, ხო? იქ მითვალისწინებს რომ უკვე ეს ჩივილები მინიმუმ 1-2 კვირა მაინც არსებობს და გარკვეული ცდელობები ჩაატარა პაციენტმა და აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ექიმმა რომ აი ესეთი სიმპტომური საშუალება კი ერთჯერადად რომელიც გამოიყენა და კარგი ეფექტი არ ქონა უკვე უნდა ჩართოს რომ არსებული მჟავები შებოჭოს და პარალელურად ხანგრძლივადიანი აუცილებლად აი ესეთი პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ჩართოს ხანგრძლივადიან თერაპიაში მინიმუმ ერთვიან თერაპიაში ხო აქვე მინდა დავძინო რომ თუ თქვათ პაციენტი ვერ ერკვევა ეს კუჭის ტკივილია თუ ხანდახან შფოთვით მდგომარეობასაც ესე ვთქვათ კარდიოფობიული ანუ გულის დაავადებების ან სტენოკარდიის ან ვთქვათ ინფარქტის შიშიც თან მოსდევს ხო ძალიან კარგი ტესტ თერაპიას წარმოადგენს ერთჯერადად აუცილებლად მაგალითად ფოსფაჯის ერთი პატარა საშეტის მიღება და მაშინვე თუ ეს ჭეშმარიტი ესე იგი გულძმარვაა და რეფლუქსი ამონატყორცნი მჟავების პრობლემა არის იქვე ერთი წუთიდან 2 წუთამდე უკვე სიმპტომს მიიღებს პაციენტი რომ ის აღარ არის შედეგს მიიღებს პაციენტი ეს ჩივილი აღარ არის და მოეშვება ამიტომ ტესტ თერაპიისთვისაც ძალიან კარგი საშუალებაა და კომბინირებულ თერაპიაში რომ დავიწყოთ ჩვენ აუცილებლად ერთად ეს ორივე პრეპარატი ძალიან წარმატებულ შედეგს გვაძლევს ხოლმე ძალიან დიდი მადლობა და სწორედ აი ესეთი პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი არის ჩვენ სტუდიაში მეორე პრეპარატად წარმოდგენილი ეს გახლავთ პანტოპრა ეს არის თურქული წარმოების ახალი თაობის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი რომელიც აი როგორც თქვით სწორედ მარილმჟავას სეკრეციას ანუ მის გამომუშავებას დაბლოკავს ესე ვთქვათ საწყის ეტაპზე და აქედან გამომდინარე ჩვენ აი ამ მომატებული მჟავიანობის პრობლემას მაქსიმალურად ეფექტურად მოვახდენთ ეხლა რაც შეეხება საფთიაქო შეთავაზებას რომელზეც მკითხეთ ჩვენ როგორც წესი ჩვენი სტუმრობა ხოლმე სწორედ ასეთ უკავშირდება ხოლმე. კი ბატონო, თქვენ იცით რომ GM Pharma-ს როგორც ფარმაცევტული კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, არა მარტო უბრალოდ პრეპარატის ხარისხიანი პრეპარატების მიწოდებით, არამედ ხელმისაწვდომობითაც ამ პრეპარატებზე და ძალიან ხშირად გვაქვს ხოლმე ჩვენ სხვადასხვა ტიპის სააქციო შეთავაზებები და საფთიაქო, ასე ვთქვათ, მომხიბვლელი წინადადებები. ამ შემთხვევაშიც აი პანტოპრაზე ახალი თაობის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორზე ჩვენ PSP საფთიაქო ქსელში გვაქვს სპეციალური ფასი, ერთი თვის მკურნალობის კურსი სულ რაღაც 10 ლარად შეუძლია პაციენტს რომ ამ საფთიაქო ქსელში PSP-ში შეიძინოს, ასე რომ ეს ძალიან ასე ვთქვათ მომხიბვლელი წინადადებაა, მით უმეტეს თუ კი გავითვალისწინებთ რომ განსხვავებით მაგალითად ფოსფაჯისგან რომელიც ჩვენ შეიძლება ერთჯერადად დაგვჭირდეს დღეს დამჭირდა და ხვალ არა პანტოპრა და ზოგადად პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ის მედიკამენტებია რომლებიც ხანგრძლივ თერაპიაში ინიშნება ისინი ინიშნება არა მარტო ვთქვათ იგივე რეფლუქსის და გულძმარვის დროს ხო ის ინიშნება კარდიოგენური კი ბატონო თერაპიაც ვახსენეთ ჩვენ და ძალიან ხშირად სხვადასხვა კარდიოვასკულური დაავადებების მქონე პაციენტებს ქრონიკულად აქვთ მუდმივად დანიშნული ხანგრძლივ თერაპიაში ეგრეთ წოდებული აი მოსახლეობა რომ გაიგობს კარგად ისეთი ტერმინით მოიხმარ სისხლის გამათხელებლები მაგალითად რომლებიც ცნობილია თავისი აგრესიული მოქმედებით კუჭის ლორწოვანზე ხო აი ასეთ შემთხვევაშიც ხანგრძლივი თერაპიის დროსაც სჭირდებათ ხოლმე პაციენტებს პანტოპრა და ზოგადად პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები და ყველასთვის რომ ხელმისაწვდომი იყოს ეს მედიკამენტი თავისი საჭიროებიდან გამომდინარე და გამომდინარე იქიდან რომ ის როგორც წესი ხანგრძლივი თერაპიით ინიშნება, სწორედ ამიტომ სთავაზობს GM Pharma ამ სპეციალურ ფასს პანტოპრაზე, რომელიც როგორც თქვით, მხოლოდ ამ ეტაპზე PSP საფთიაქო ქსელში ვრცელდება და რაც გულისხმობს ერთი თვის სამკურნალო კურსის ღირებულებას მხოლოდ 10 ლარად. ხოლო რაც შეეხება ფოსფაჯით, როგორც ესე ვთქვათ, ყოველთვის კარგად ნაცნობი პრეპარატი, რომელიც რამოდენიმე კვირაა დაბრუნდა, უკვე დახვდება ჩვენს მომხმარებელს თაროზე განახლებული შეფუთვით. კი, სხვათა შორის აღნიშნოთ, რომ გაცილებით უფრო კომფორტულია ახალი შეფუთვით საშეტის ვიწრო სტიკის სახით, რომელსაც ძალიან მარტივად, ჩანთით სატარებლად იქნება თუ სახლში მისაღება, ძალიან კომფორტულად მიიღებს ჩვენი პაციენტი. არაჩვეულებრივია, ძალიან მიხარია მეც, როგორც რიგით მომხმარებელს ფოსფაჯის დაბრუნება და მიხარია, რომ გვაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ რაღაცნაირად ექიმებთან ჩართულობით პაციენტებმა მარტივად გადალახონ ეს პრობლემა და ის დისკომფორტები, რაც
რაც ახლავს სამწუხაროდ ამ ყველაფერს. უღრმესი მადლობა უნდა გითხრათ სტუმრობისთვის, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და მიხარია რომ რაღაცნაირად ბევრი რეკომენდაცია მივეცით ამ შემთხვევაში ჩვენს მაყურებლებს, ექიმი, გასტროენტეროლოგი ქალბატონი ნინო ბაჩიაშვილი და ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს პროდუქციის მენეჯერი თამარ ნანობაშვილი გახდნენ დღეს ჩვენი სტუმრები. ჩვენ გულძმარვაზე ვსაუბრობდით და იმ გავლენებზე ზოგადად, რასაც კვება ახდენს ჩვენს ჯანმრთელობასა და კუჭ-ნაწლავზე. დიდი მადლობა პირველ რიგში სტუმრებს და მადლობა ჩვენს მაყურებელსა და მსმენელს, ვინც დაგვითმოთ, რომ შევხვდებით მომდევნო 4 შაბათს.